მოგესალმებით. ვეფხისტყაოსნის პოდკასტის ახალგადაცემაზე ფიქრიც არ მქონდა დაწყებული, როდესაც თავში თავისით გაჩნდა ბანერის სათაური ოქროს არაბეთი. რატომაც არა, წინააღმდეგობა რატომ უნდა გამეწია. წინა გადაცემაში ინდოეთზე ვისაუბრე და ბუნებრივიც არის, რომ შემდეგი გადაცემის თემა არაბეთი ყოფილიყო, სწორედაც რომ ოქროს არაბეთი, იდეალური ქვეყანა. ადრეც თქვი, რომ დღეს ძველი არაბეთის შთამომავალი ყველა ქვეყანა გეოგრაფიულად აღმოსავლეთში მდებარეობს, თუმცა შოთა რუსთაველის პოემაში არაბეთი დასავლეთის სამყაროს ბურჯია, რასაც ისტორიული ახსნა აქვს. სწორედ არაბეთიდან მიღებული ცოდნა დაედო საფუძვლად თანამედროვე ევროპას. თვითონ ძველი არაბები მკაფიო ინდივიდუალობით გამოირჩეოდნენ. მათ ახასიათებდათ რაციონალიზმი, ბუნებრივად განვითარებული გონება, მჭერმეტყველება და ტრადიციის ერთგულება. ისხატრული სამყარო, რომელსაც ვეფხისტყაოსანში არაბეთი ეწოდება, ისტორიული არაბეთის ბევრ ნიშანს ატარებს საკუთარ თავში. ადრე უკვე გიამბეთ იმის შესახებ, რომ შოთა რუსთაველმა როსტევანი არაბეთის მეფე პოემაში წარადგინა როგორც სულიერ და მატერიალურ ღირებულებებზე თანაბრად ორიენტირებული ადამიანი. ახლა გავაგრძელებ. როსტევანი წინაპართა გზას მიყვება იმ აზრით, რომ თავისი მეფობის მიწურულს გამეფებს ერთადერთ შვილს ასულს, ტახტის კანონიერ მემკვიდრეს. რა არის მთავარი სიბრძნე, რასაც გამეფების რიტუალზე როსტევანი თინათის აწუკვე არაბეთის მეფეს გადასცემს? პირველი დარიგება ქვეყნის ბრძნულად მართვას ეხება და სულ ერთ სტრიქონში ეტევა. ხარბსა ბრძნად ქნელი საქმისა იყავ წყნარი და ცნობილი. შემდეგ მოდის ორი სტროფი, რომელიც სიბრძნის მთავარ შინაარსს აღწერს. ვარდსა და ნეღვთა ვინად გამძე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შემცა ნუ მოგეწყინების. როსტევანი იქვე განმარტავს, რატომ არის მეფის მხრიდან სიუხვე აუცილებელი და რა პრაგმატული შედეგები მოაქვს გაცემას. მეფის დარიგება მთავრდება ცნობილი სტრიქონით, რომელიც ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთ მთავარაფორიზმად იქცა, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. ამ უაღრესად ჰუმანურ და ამავე დროს პრაგმატულ სიბრძნეში ცხადია, მხოლოდ მატერიალურის გაცემა არ იგულისხმება. გამეფების დღეს მამის დარიგების მიხედვით თინათინი სრულად გასცემს თავის ნაუფლის წულებ განძს, არ დაარჩენს ცალიერსა, არ ყმასა და არც აქალსა. მაგრამ შემდეგ დგება დრო, როდესაც თინათინმა უნდა გასცეს მისთვის გაცილებით ძვირფასი რამ, საკუთარი სატრფო და ავთანდილის გარეშე გატარებული წლები. რატომ? რისთვის არის ეს მსხვერპლი საჭირო? თავიდან ამ კითხვაზე პასუხი ბუნდოვანია, მაგრამ კარგა ხნის შემდეგ მკითხველი გაიგებს, რომ თურმე არაბეთის ყოველმხრივ მოწესრიგებული ქვეყნიდან სადღაც შორს ხდება რაღაც ისეთი, რაც არღვევს მოვლენათა ჩვეულ რიგს, სამყაროს წესრიგს და ამ წესრიგის აღდგენა სწორედ თინათინისგან მოითხოვს მსხვერპლის გაღებას, რისთვისაც არაბეთის ახალგაზრდა მეფე მზად აღმოჩნდება. ვლადიმერ პროპმა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი საბჭოთა ფოლკლორისტი იყო, დაწერა წიგნი ზღაპრის მორფოლოგია. ამ წიგნში აღწერილია პროპის მიერ აღმოჩენილი საწყისი წერტილი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჯადოსნური ზღაპრის ერთიანი სტრუქტურა ამოძრავდეს, ესე იგი ზღაპარში მოქმედება, ანუ ამბავი დაიწყოს. ეს საწყისი წერტილი არის რაღაც მნიშვნელოვანი დანაკლისი, რის შესავსებად, რის დასაბრუნებლად თუ მოსაპოვებლად გადის ზღაპრის გმირი სახლიდან, მთელ სამყაროს გადაკვეთს და როგორც წესი ზღაპრის ბოლოს შინ ბრუნდება მრავალჭირნახული, მაგრამ გამარჯვებული და თავისი ღვაწლით მოიპოვებს ახალ ამაღლებულ სტატუსს. მაგალითად ბრუნდება როგორც მომავალი მეფე, ქმარი და მამა. ვეფხისტყაოსნის გმირები ავთანდილიც და ტარიელიც სახლიდან სწორედ ამ დანაკლისის გამო გადიან. ტარიელის შემთხვევაში ეს დანაკლისი აშკარა რაც არის, იგი კარგავს სატრფოს და კარგავს სამეფო გვირგვინს, მაგრამ რა დანაკლისის გამო გადის სახლიდან ავთანდილი? თავად ავთანდილს არაფერი არ აკლია, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც თინათინი მას სიყვარულში გამოუტყდება, მაგრამ ამგვარ დანაკლისს, რაც აუცილებელ შევსებას საჭიროებს, თავიდან განიცდის მეფე როსტევანი და შემდეგ თინათინი. არაბეთში ყოველმხრივ სწორ ქვეყანაში შემოიჭრება ვინმე უცხო მოყმე, მტირალი, თითქმის გონწართმეული, რომელიც საკუთარი თავის დასაცავად როსტევანის მონებს პირწმინდად დახოცავს და ამის შემდეგ უკვალოდ ქრება.
მეფეს ამ უცხო ადამიანთა დაპირისპირება არც უფიქრია და ის კი როგორც როსტევანი ამბობს, ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნაო და ამის შემდეგ მეფეს ეჭვი გაუჩნდება, რომ ეს უცნაური ამბავი ღმერთმა გამოუგზავნა როგორც მომავალი უბედურების ნიშანი. რატომ გაუჩნდა როსტევანს ესეთი უცნაური ფიქრი? უცხო მოყმის მეფისადმი არ დამორჩილება, მისი მონების დახოცვა და შემდეგ უკვალოდ გაქრობა როსტევანის აზრით ან ღვთისწყრომის ნიშანი უნდა ყოფილიყო, ან ეშმაკის სიცრუე და სიბილწე. როდესაც როსტევანი დარწმუნდება, რომ ღმერთი მისთვის წყალობას კვლავ არ იშურებს, უცხო მოყმეს კი მის მიერ 4 მკუთხით გაგზავნილი კაცები ვერ იპოვიან, ის დამშვიდდება და ხინს განაახლებს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ თინათინს ისევ ძველებურად აწუხებს ფიქრი იმის შესახებ, არსებობს თუ არა დაუმორჩილებელი და ამავე დროს ღრმად დამწუხრებული უცხო მოყმე. თინათინის სიბრძნე, ღრმა ჭვრეტის უნარი თუ ინტუიციის ძალა სწორედ ის არის, რომ ვიდრე სიმართლეში არ დარწმუნდება, მისი სამყარო ნაკლულია. მაგრამ ოქროს არაბეთის მეფის სამყარო არ შეიძლება ნაკლული დარჩეს. აი ამ დანაკლისის სინათლის თავხრები ბნელის აღმოსაფრთხოლად ტოვებს ავთანდილის საკუთარ სახლს და სამეფოს. აქ მინდა რამდენიმე ნიუანსზე შევჩერდეთ. როდესაც მამა თინათინს უცხო მოყმეს შეხვედრის ამბავს უამბობს, ერთ დეტალს აღნიშნავს. მე რამ ნახა ცხენსა შეჯდა, ცვალთა ცრემლნი მოიხოცნა. ეს ფრაზა აღწერს ჟესტს, როდესაც მტირალი ადამიანი ხელის მოძრაობით თვალიდან ცრემლს მოიწმენს. ეს ფრაზა პირველად მაშინ გვხვდება, როდესაც მტირალ მოყმეს როსტევანის 12 მონა დაჭერავს და ოპირებს, მას აბჯრის ხმა გამოაფხიზლებს და ვაჰმეო ათქმევინებს და ამის შემდეგ რუსთაველი წერს, თვალთა ხელნი უკუიბლო ცხელნი ცრემლნი მოიწურნა. რაც უნდა უცნაურად გვეჩვენოს, 1 წლის შემდეგ, როდესაც თინათინი ავთანდილს იმ უცხო მოყმის მოსაძებნად გაგზავნის, აი რას ეუბნება. გახსოვს ოდე შენ და როსტას მინდორს თხეცნი დაგეხოცა, ყმა გენახა უცხო ვინმე რომ ცრემლი მოეხოცა. ეს ხელით ცრემლის მოხოცვა ცხადია, შემთხვევით არ გვხვდება სამჯერ ვეფხისტყაოსნის ამბის დასაწყისშივე. ეს ფრაზა აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ და დავუბრუნდეთ, როდესაც ტარიელის მხატვრულ ფუნქციას უფრო ცლად განვიხილავთ. შემდეგი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც მინდა შევჩერდე, თინათინის აზროვნების სტილია. თინათინი სათქმელს პუნქტებად და არგუმენტებად ალაგებს. უცხო მოყმესთან შეხვედრით შეწუხებულ როსტევანს ქალიშვილი 2 არგუმენტით ამშვიდებს. პირველი ზოგადია, ბოროტინცა რაც შეექმნა კეთილისა შემოქმედსა. მეორე კი კონკრეტული, კაცმან საქმე მოიგვაროს ვეჭვი, ჭმუნვასა ესე სჯობდეს. ამის შემდეგ თინათინი მამას საქმის მოსაგვერებლად კონკრეტულ გეგმას თავაზობს, ყველას გვახსოვს ალბათ. ასევე პუნქტებით ელაპარაკება თინათინი ავთანდილს, როცა უცხო მოყმის მოსაძებნად გაგზავნის. ამ პუნქტებში პირველი ის არის, რომ შენი თანასწორი ყმა არ გყავს და რა კი პრობლემა გვაქვს, ეს პრობლემა შენ უნდა მოაგვარო. მეორე პუნქტი კი უბრალოდ პუნქტი არ არის, სიცოცხლის წყარო აღმოჩნდება ავთანდილისთვის. თინათინი მას ეუბნება, ჩემი სამსახური იმიტომაც გმართებს, რომ ჩემი მიჯნური ხარო. აი ასე რაციონალური მსჯელობის ტექსტით გაიგებს ავთანდილი, რომ თუმე მისი სიყვარული უპასუხო და ცალმხრივი არ ყოფილა. ამ ეპიზოდშიც ცხადად ხედავთ და შემდეგაც არაერთხელ დავინახავთ, როგორ განსხვავდება თინათინისა და ავთანდილის გაწონასწორებული, გაგებაზე და პატივისცემაზე ორიენტირებული ურთიერთობა იმ ყველანაირი წესრიგის წამლეკავი ვნებებისგან, რაც წლებით ადრე ინდოეთში დატრიალდა. პუნქტების და არგუმენტების მთავარი დიდოსტატი ვეფხისტყაოსანში მაინც ავთანდილია, მაგრამ ამის შესახებ შემდეგ გიამბობთ, როდესაც ავთანდილს უფრო ვრცელი საუბრისთვის დავუბრუნდებით. სანამ ავთანდილზე საუბარს აქვე გავაგრძელებ, მინდა თინათინთან დაკავშირებით კიდევ ერთი ნიუანსი შეგახსენოთ, რაც არაბეთის ახალგაზრდა მეფის ხასიათს ერთგვარად წარმოგვიჩენს. როდესაც როსტევანი უცხო მოყმესთან შეხვედრით დამწუხრებულია, მის სანახავად თინათინი მივა და მსახურს კითხავს, მეფეს ძინავს თუ ღვიძავსო და მსახური უპასუხებს, ძალიან გუნება შეცვლილი და შეწუხებულია, მხოლოდ ავთანდილი ახლავსო. მაშინ თინათინი მსახურს ეტყვის,
ახლა ჩემი შესulis დრო არ არის და თუ მიკითხავს უთხარი რომ მხოლოდ ერთი წამით შემოვიარეო ეს ფორმულირება ერთი წამით შემოვიარე იმის მანიშნებელია რომ თინათის არ უნდა მდგომარეობის დამძიმება შფოთის გამრავლება თუმცა ყურადღების გამოჩენა ნამდვილად საჭიროდ მიაჩნია და როცა მამა ქალიშვილს მოიკითხავს მსახურის საერთოდ ვერ ხვდება თინათინის სიფაქიზეს და პირდაპირ ამბობს იმას რაც ნახა მოლარეხ კადრებს მოვიდა აწიღა ფერნამკრთალიო დაღრეჯით გწნა და მიბრუნდა წინა შემომავალიო ასეთი მთხრობელია შოთა რუსთაველი რომელიც კონტრასტით გვიჩვენებს გმირის ბუნებას რა კი ნიუანსები ვახსენე მინდა გიამბოთ როგორ უსაბუთებს ავთანდილი მთელი წლით ქვეყნიდან წასვლას ერთი მხრივ მეფე როსტევას მეორე მხრივ თავის უერთგულეს მეგობარ შერმატის და მესამე მხრივ თავისი ქალაქის მაცხოვრებლებს მართალია მან წასვლის და უცხომოყმის ძებნის დავალება თინათილისგან მიიღო მაგრამ ზუსტად იცის ვისთვის შეიძლება რეალური მიზეზების გამხელა და ვისთვის სხვა მიზეზის მოგონება აჯობებს ბოლოს და ბოლოს ქვეყნიდან სპასპეტის გაუჩინარებას ახსნა ნამდვილად ჭირდება მეფის წინაშე თავის გადაწყვეტილებას რომ ერთი წლით ქვეყანა უნდა დატოვოს ავთანდილი თინათინის გამეფებას უკავშირებს წავალ ჩვენს ამბავს სხვა ქვეყნებს ვამცნობ მორჩილებს გავახარებ ურჩებს ავატირებო როსტევას ეს ამბავი მხოლოდ ახარებს შერმადინს კი ავთანდილის სიმართლეს უმხელს წვენია რომ ჩემი ყველაფერი იცი მაგრამ აქამდე არ მithქვამს რომ თინათინის სიყვარული მკლავს ახლა თვითონ დამაიმედა და ამიტომ შენც გეუბნები რომ მიბრძანა დაკარგული ყმის ამბავი გავუგო თან პირობა მომცა რომ როცა დავბრუნდები გულის წადილს ამიხდეს მანამდე კი სხვა ქმარს არ გაიკარებსო თავისი ქალაქის მაცხოვრებლებს ავთანდილი წერილს უტოვებს სადაც უხსნის რომ ქვეყნიდან მიდის რათა მისა და მღერის ნაცვლად მარტო და ღარიბად გაატაროს ერთი წელიწადი თან ახირებაში რომ არ ჩამოერთვას ეს გადაწყვეტილება გულწრფელად წერს საქმე რამე მის თავისა ზესადმე გარდსახვეწელი ანუ ისეთი საქმე მაქვს რომელიც ჩემგან სხვაგან გადახვეწას მოითხოვსო აი ესე უხამებს ავთანდილი ერთმანეთს წასვლის მოტივს და რეალურ გარემოებებს შერმადინზეც მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა როდესაც თინათინის გამეფების შემდეგ როსტევანი და ავთანდილი სანადიროდ ემზადებიან როსტევანი ბრძანებას გასცემს ვინ უნდა ახლდეთ მათ ნადირობის დროს ან რამდენი მონა დასჭირდებათ მომხმარეთ მაშინ ამბობს მეფე ამ მონების საპირწონედ შენი ერთი შერმადინი კმარაო მაგრამ უშუალოდ ნადირობის დროს შერმადინი აღარ ჩანს რატომ იმიტომ რომ უცხომოყმის შესაპყრობად სწორედ მეფის დამხმარე მონებს გაგზავნიან რომლებსაც უცხომოყმე დახოცავს მათ რახით და ავთანდილის უერთგულესი მეგობრის და მის შემცვლელად დატოვებული შერმადინის სიკვდილი ამბის დასაწყისში რა თქმა უნდა საერთოდ არ იყო საჭირო ამიტომაც ნადირობისას ის თავის პატრონს და მეგობარს ავთანდილს არ ახლავს თუმცა მკითხველმა უკვე იცის რომ როსტევანი შერმადინს კარგად იცნობს და სათანადოდ აფასებს კიდეც ამის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ავთანდილს ერთი წლით არაბეთი შერმადინისთვის გადაებარებინა დიდ ამბებთან ერთად აი ასეთი დეტალებითაც იძერწება ვეფხისტყაოსნის გმირების სახეები და მათი სამყარო დიდი ამბავი კი ის არის რომ არაბეთი ყოველ მხრივ სწორი ქვეყანაა, სადაც თაყვანს სცემენ ტრადიციებს და ტრადიციულ ცოდნას, სადაც მეფე ხდება ის, ვისაც სამეფო ტახტი და გვირგვინი ნამდვილად ეკუთვნის, სადაც მეფე ვაზირებს ეთათბირება და მათ რჩევებს ითვალისწინებს, სადაც სპასპეტი მეფეს ჯობნის საჯარო შეჯიბრში და მეფეს თავისი გაზრდილის გამარჯვება უხარია, სადაც მეფე მზად არის ღვთისნებას დაემორჩილოს, თუნდაც ფიქრობდეს, რომ ეს ნება მის საწინააღმდეგოდ შემობრუნდა, სადაც ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე, უსმენენ ერთმანეთს, არგუმენტებით საუბრობენ და გასცემენ უანგარიშოდ ულევად. არაბეთში მეფობს თინათინი, ვეფხისტყაოსნის ყველაზე უმოძრაო გმირი. პოემის სხვა გმირები ვიცით, რომ მთელი სამყაროს ქვესკნელს და შუასკნელს არაერთხელ მოივლიან, თინათინის სივრცე კი მათგან განსხვავებით მხოლოდ სამეფო პალატებია. მაგრამ სწორედ თინათინის გაწონა სწორებულ შორს მჭვრეტელ გრძნობა გონებაში იბადება ის სამყარო, სადაც პოემის ბოლოს თხადამგელი ერთად ძოვს. დღეს ამით დავასრულებ ოქროს არაბეთზე საუბარს. მომწერეთ თქვენი კითხვები და მოსაზრებები აქვე გადაცემის კომენტარების ველში. მე კი ერთი კვირით გემშვიდობებით და გიტოვებთ ტრადიციულ თხოვნას. გამოიწერეთ ჩვენი
ანუ ზღარბის არხი. დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ.